საქართველოს 21 წლამდე ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ცნობილია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში დაუპირისპირდება, ხოლო მალტას 14 ოქტომბერს. 21 წლამდელთა თავკაცმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ამ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. არიან დებიუტანტებიც ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, თეიმურა ზოდიკაძე და გელა სადღობელაშვილი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული. მეკარეები: მიხეილ მაკაცარია, დინამო თბილისი, საბა ქაჯაია, რეალ მურსია, ესპანეთი, გიორგი ყავლაშვილი, უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია. მცველები: ჟორჟე ქარსელაძე, აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია, დავით ბუკია, ლოკომოტივი თბილისი, ლუკა ლაცაბიძე, დინამო თბილისი, ალექსანდრე ნარიმანიძე, ჟილინა, სლოვაკეთი, გელა სადღობელაშვილი, დინამო თბილისი, აკაკი გიუნაშვილი, კოლხეთი ფოთი 1913. საბა ხარებაშვილი, დინამო თბილისი, გიორგი ტაბატაძე, ვაილე, დანია. ნახევარმცველები: დაჩი ლორდ-კიფანიძე, კრემონეზე, იტალია, ნიკოლოზ დადიანი, იბერია 1999, გაბრიელ სიგუა, ლოზანა სპორტი, შვეიცარია, ცოტნე ბერელიძე, დინამო თბილისი, გია ნადარეიშვილი, გაგრა ირაკლი იეგოიანი, ექსელსიორი, ნიდერლანდები. ლუკა ცულუკიძე, დინამო ბათუმი, ალეკო ბასილაძე, ტორპედო ქუთაისი. თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე, ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი, დავით გოცირიძე, გაგრა, ლუკა პარკაძე, ზალცბურგის ავსტრია, თეიმურა ზოდიკაძე, დინამო თბილისი.